მე ვფიქრობ საინტერესო ვიდეობლოგი გამოგვივა. ადრესატი ამ ვიდეობლოგისა არის მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი. უფრო სუსტი რომ იყო ადრესატი იმდენად არ არის, ამდენად მას ეხება, მის შესახებ იქნება. თავდაპირველად ამ თავითვე აღნიშნავ, რომ მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად იმისა, რამდენჯერ ვაკრიტიკებთ, რამდენჯერ ვიწუნებთ, რამდენად ვიწუნებთ მის ამა თუ იმ განცხადებას თუ პოლიტიკურ ნაბიჯს, მიხეილ სააკაშვილი იყო, არის და იქნება უმნიშვნელოვანესია, ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც ასე ვიტყვი, პერსონა საქართველოს უახლეს ისტორიაში. მიხეილ სააკაშვილი მასშტაბური პოლიტიკოსია. მიხეილ სააკაშვილი ხედვითი პოლიტიკოსია. ხანდახან ისეთ რამეს იტყვის ხოლმე საპატიმროდან, რაც თავში არ მოსდის პრაქტიკულად არავის, ვინც პოლიტიკურ სივრცეშია მოცემულ ეტაპზე, გაგეხარდება კაც და იტყვი, რომ შენი ლიდერიო, რამდენად სწორი ხედვები აქვს. მაგრამ მიხეილ სააკაშვილს ახასიათებს ხანდახანზე ხშირად სიტყვის გაქცევა, გაურბის ხოლმე სიტყვა და ამის გამო სულაც არ უნდა შევიკავოთ თავი მისი კრიტიკისაგან და მიუხედავად იმისა, რომ ის საპატიმროშია, რასაკვირველია გარკვეული ფორმების შერჩევით, არა გარკვეულ ფორმებში უფრო, გარკვეულ ჩარჩოებში უფრო, მიხეილ სააკაშვილიც სხვების არ იყოს, უნდა გავაკრიტიკოთ. კვლავ ვიმეორებ, რასაკვირველია პატიმრის ეს ლოგიკა, რომ პატიმრის კრიტიკა აღაის პატიმარი არ შეიძლება თითქოს მოქმედებს, მაგრამ ხანდახანზე ხშირად მოგიწევს ხოლმე მასზეც მწარე სიტყვების ნებისმიერზე და მათ შორის მასზე მწარე სიტყვების თქმა, სწორედ ეს მწარე სიტყვები უნდა თქვა, ახლა მოკლედ უნდა გავაკრიტიკო მიხეილ სააკაშვილი. კვლავ ვიმეორებ, ის არის მასშტაბური პირი, ის არის პრეზიდენტ პუტინის და ოლიგარქ ივანიშვილის პირადი ტუსაღი. ივანიშვილი მას ვერ იტანს, სრული ანტიპოდია ოლიგარქი ივანიშვილისა, რუსი ოლიგარქი ივანიშვილისა. ივანიშვილს აფრთხობს მიხეილ სააკაშვილის გარეთ ყოფნა, ჯერ ვინ ანთავისუფლებს, მაგრამ თეორიულს რო წარმოვიდგინოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გარეთ არის, რასაკვირველია ის უზარმაზარ როლს შეასრულებდა, უზარმაზარ წვლილს შეიტანდა იმაში, რომ მომხდარიყო და მოხდეს დემონტაჟი ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმისა, თავისი რადიკალიზმით, თავისი შეუპოვრობით, როგორც თევზი წყალში გრძნობს, თავს ისე გრძნობს ხოლმე, ისე იგრძნობდა და ალბათ გრძნობს კიდეც მიხეილ სააკაშვილი თავს საზოგადოებაში, მით უფრო რომ საზოგადოებას ჩემი მოსაზრებით, ჩემი დაკვირვები არ მინახავს და ჩაკალებულა თუ არა არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, აღარ აქვს ისეთი ანტაგონიზმი მიხეილ სააკაშვილის მიმართ, როგორც ჰქონდა არა თუ 10, არამედ თქვა 3 წელი, 4 წლის წინ. ჩემი მოსაზრებით. არამიშისტებიც კი მიშას რომ აკრიტიკებენ იმ ვითარების გამო, რომელიც შექმნილია ჩვენს ქვეყანაში, ახლა მას არ მინდა თქვა სიამოვნებით მეთქი, მაგრამ მიიღებენ საკუთარ სივრცეში როგორც ლიდერს. თუ ის მოეხმარება მოძრაობას ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟში, ჩამოგდებაში, დამარცხებაში, უფრო ზუსტი რომ. მაგრამ მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას აუცილებელია ხანდახანზე იშვიათად, ხანდახანზე ხშირად და სწორედ ეს ვიდეობლოგი მიხეილ სააკაშვილს ეხება და მიხეილ სააკაშვილის ერთ განცხადებას თქვენს ნებართვით მე დავიწუნებ და არ მოვიწონებ, არამედ დავიწუნებ. ცხადია, კვლავ ვიმეორებ რაღაც ჩარჩოების ფარგლებში, არა იმიტომ რომ ვინმე ჩარჩოები დააწესა, არამედ მე დავუწესე საკუთარ თავს, მე ვუთხარი საკუთარ თავს, რომ მაინც პატიმარი კაცია და პატიმარი რომც არ იყოს, საერთოდაც მომხრე ვარ მე სწორი ფორმებით კრიტიკისა ერთმანეთისა. მიხეილ სააკაშვილს ახასიათებს სწორედ ამ ფორმების მიღება, არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ სხვებსაც ფორმებს მიარღვევენ ხოლმე და ყველა ხიდი თითქოს ერთმანეთთან მისასვლელი იწვება. საერთოდ მიხეილ სააკაშვილი ხანდახან, პრეზიდენტ სააკაშვილი, კვლავ ვიმეორებ მასშტაბური პერსონა, მასშტაბური და პოზიტიურად შესაძლებელი, არა ამბივალენტურად, არამედ პოზიტიურად შესაძლებელი ჩვენს ისტორიაში. მიხეილ სააკაშვილი ამგვარი მასშტაბური კაცი ხანდახან ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ თითქოს კი ბოდიშებთ საზოგადოების ერთ ნაწილში თუნდაც ასე ვიტყვი, რომ თითქოს გამარჯვება მის გარეშე სულაც არ უნდა. კვლავ უნდა რომ იყოს პირველი ვიოლინო და თუ მეორე ვიოლინო იქნება, ან ორკესტრის ჭყალებში რიგითი წევრი, მაშინ გადავადებულა ეს გამარჯვება როგორც ასეთი. მაგრამ ეს ჩემი შთაბეჭდილებაა პერსონალურად და ამაზეც არ ვამახვილებ ყურადღებას ახლა.
მოკლედ მიხეილ სააკაშვილმა ვიცე-პრეზიდენტ ჯეიდი ვენს მისწერა დიდი წერილი. თავდაპირველად ეს წერილი იყო გამოქვეყნებული ქართულ ენაზე, მერე თითქოს შეიცვალა, თითქოს კი ნამდვილად შეიცვალა და ინგლისურ ენაზეა წარმოდგენილი მის Facebook გვერდზე. აი ქართული რედაქცია როცა გამოქვეყნდა, ან შესაძლოა თარგმანი ვნახე მე, ეს არ ვიჩებებ ამას. ხო, იქიდან ავიღე ამდენიმე აბზაცი და არ მომეწონა ეს აბზაცები და იმიტომ მივაქციე ყურადღება ამ აბზაცებს. ეხლა მე თქვენის ნებართვით ესე ვიღებ წერილს, დავაკოპიე და მე რო არ ვთარგმნო ახლა სახელდახელოდ და პირდაპირ აი ChatGPT-ს ჩავუგდე და გავარჩიოთ პრაქტიკულად ყველა აბზაცი, მეთქი ასე გეტყვით. არა, ყველა აბზაცი არა. მოდიში უთხრათ რომ ვითარგმნე მეთქი. და ყველა აბზაცი არა, მაგრამ ერთ-ორ აბზაცს, ერთ-ორ აზრს კი მივაქციოთ ყურადღება. კი ბატონო, აი გაათარგმნა ChatGPT-მ და მეც ვთარგმნი. ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, მე ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის უდიდესი რეგიონის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და ამჟამად ნომინალურად ვრჩები პრეზიდენტ ზელენსკის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად. მე არ ვიცი, გულახდილად გეტყვით, პრეზიდენტ ზელენსკის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად თუნდაც ნომინალურად რჩება თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილი. მაგრამ დაუჯეროთ მიშას, რა უფლება გვაქვს რომ შევეწინააღმდეგოთ. დიდი ხანია თქვენი თანხმოვანებული ვარ. რამდენიმე წლის წინ დიდი შთაბეჭდება მოახდინა ჩემზე თქვენმა წიგნმა ასახელებს წიგნს, ხოლო ცოტა ხნის წინ უკვე მარტო სამარტო საკანში ყოფნისას ალბათ სჯობს ესეთი თარგმანი ფილმის ვნახე და თქვენ შესახებ ვანო და კიდევ უფრო ემოციურად შევიგრძელი თქვენი ისტორია. ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილი მოდი ასე ვიტყვი, დიპლომატიასთან ჩავლილი კაცი კი არა, ახლოს მყოფი კაცია, უნაკლოდ მიდის. ამოგებად იმისა, წაიკითხა თუ არა ეს წიგნი, ან ნახა თუ არა ეს ფილმი, ასე დაწყება წერილისა, ამას კეთყვით ნებისმიერი დამწყები დიპლომატიც, სწორი მართებული დაწყება. თქვენ განასახიერებთ ახალგაზრდობას, ენერგიას და ღრმა პრინციპულობას, მართლა ვერ მიედავები ჯეიდი ვენს, რომ ღრმად პრინციპული კაცი არ არის. ისიც კაი ახირებული კაცია, მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ ბოლო ხანებში ის აქვეყნებს ძალიან ვიჟენ ინტერვიუებს აქვეყნებს თუ აძლევს ინტერვიუებს ძალიან ვიჟენ, ხო, აი ხედვით ინტერვიუებს ესე ვიტყვი და მე პირი რომელიც მას სწორედაც რომ მათ შორის ზელენსკისთან მომხდარი ინციდენტის გამო ვაკრიტიკებდი და შემომეკრიტიკა ბევრჯერ, ახლა ბოლო პერიოდია ჯეიდი ვენს ნაკლს ვერ ვუძებნი მეთქი, ასაკვირველია იქ ულტრა მემარცხენეული პოზიციებიდან ჯეიდი ვენსის გაკრიტიკება შეიძლება და ნებისმიერისა, მაგრამ აი თუ ესეთ მართლა ხედვებზე ვისაუბრებ, ჯეიდი ვენსი მაინც ჩავსვათ წყალებში თუ გნებათ, უნაკლოდ მიდის მოძრაობს. იმ თვისებებს, რომელთა რეალიზებასაც თავად ვცდილობდი, როდესაც 2004 წელს ევროპის ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოს მეთაურად ამირჩიეს. ხო, რა არის, მე პერსონალურად არ მგონია, რომ ეხლა ის აუცილებელია საკუთარ თავზე, აუცილებელი იყო საკუთარ თავზე ხაზგასმა, ამასაც არ დავმალოთ. მოკლედ, როდესაც მიუხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მოვისმინე თქვენი სიტყვა, მიუხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჯეიდი ვენსი გამოვა ამ დღეებშიც, აი, არ მინდა შემეშალოს და დღეს ჩვენ 8 გვაქვს, ხო, 4-5 დღეში და დარწმუნებული ვარ, იქაც სწორედაც რომ ხედვითი სიტყვა ექნება. მიშა სააკაშვილი გულისხმობს წინა გამოსვლას 2025 წლის კონფერენციაზე ჯეიდი ვენსის გამოსვლას, სადაც ჯეიდი ვენსმა გამახვილა ყურადღება ფრიად საინტერესო საკითხებზე და მათ შორის თქვა, რომ ის რომ თქვენ ხართ უმრავლე ან ფორმალურ უმრავლესობაში, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უმცირესობა დაჩაგროთ და ეს ძალაუფლება, როგორც ასეთი კონცენტრირება მოახდინოთ ძალაუფლებისა და ექსკლუზიურად განახორციელოთ და ამ უფლებების შელახოთ უმცირესობისა პოლიტიკურ უმცირესობას გულისხმობს დასაკვირველია პირველ ყოვლისა. ეს არის შინაარსი, რაც თქვა ჯეიდი ვენსმა შარშან ამ დროს. განსაკუთრებით კი თქვენი მკაფიო განცხადება იმის შესახებ, რომ ოპოზიციის ლიდერები არ უნდა იყვნენ დაპატიმრებულნი. დიახ, ამაზეც ამახვილა ყურადღება, მართებული შენიშვნა, მე არ მახსოვდა, მიშას მართებული შენიშვნა, ოპოზიციის ლიდერები არ უნდა იყვნენ დაპატიმრებულნი. მაშინვე გამიჩნდა იმედი, რომ არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ საქართველოს ყველა ოპოზიციურ ლიდერისათვის, ვინც უკვე ციხეშია ან სასამართლოს ციხისკენ მიამართება, სწორია თითქოს, მაგრამ უფს, აი ესე ვთქვა. მიშა მიაქციეთ ყურადღება, ამახვილებს ყურადღებას საქართველოს ყველა იმ ოპოზიციურ ლიდერზე, რომლებიც ახლა
საპატიმროში არიან, ან ვინც მისი თქმით ციხეში არის, ან სასამართლოს გზით ციხისაკენ მიემართება. ჯერ ერთი. ჩემი მოსაზრებით, სასამართლოს გზით ციხისაკენ მიემართება არ არის სწორი, აქ მაინც უსამართლოს სასამართლოს, კლანური სასამართლოს შეფასება გარდაულად აუცილებელი იყო ან იქნებოდა. და არანაირი სასამართლოს გზით არ მიემართებიან ოპოზიციონერები თუ მაინც და მაინც მიემართებიან საპატიმროსაკენ, არამედ ისინი მიემართებიან სწორედ რომ მურუსიძის ან ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს ეგრეთ წოდებული სასამართლოს გზით. მაგრამ ესეც რომ არა, მთავარი მაინც არის რომ მიშა თითქოს ხაზგასმით აღნიშნავს, ხაზგასმით ლაპარაკობს ოპოზიციონერ ლიდერებზე, რომლებიც ახლა საპატიმროში არიან. მაგალითად ელენეზე, ხოშტარიაზე და რასაკვირველი ელენეს ხვების არ იყოს, ვინც საპატიმროში არის ოპოზიციიდან, რასაკვირველი ელენე უპირობოდ არის გასათავისუფლებელი, მაგრამ აი ეს ხაზგასმა პოლიტიკოსებზე და არხსენება შემდგომაც გამოჩნდება ეს სინდისის პატიმრების, რომლებიც პოლიტიკოსები არ არიან, ჩემი მოსაზრებით თავად ამ წერილს მის მთავარ ადრესატის მიმართ მიწერილ ამ წერილს უკარგავს რაღაც ღირსებებს ან აფრცხნის თუ გნებავთ ასე ვიტყვი ღირსებებს ჩემი მოსაზრებით, როდესაც ესეთი მასშტაბური კაცი ხარ და ქვია მიხეილ სააკაშვილი, შენ და ამგვარი ლიდერი იყავი პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფო ერთ-ერთი სახელმწიფოსი, შენ სწორედაც რომ არა იმდენად პოლიტიკოს, რამდენადაც სინდისის პატიმრებზე უნდა გაამახვილო ყურადღება. აქ რო ეხცენებინა მიშას პოეტი ზვიად რატიანი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და სხვები და ესეთები არიან ათეულები, ამ შემთხვევაში ეს ნაწილი სულ მინიმუმ უნაკლო იქნებოდა. ვუბოდი შეცხადია მიხეილ სააკაშვილის საც პერსონალურად, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, მაგრამ უფრო უბოდიშებ მიხეილ სააკაშვილის თავგადაკლულ ფანებს. ესეც შეიძლება წაიკითხო და გააკრიტიკო. მიხეილ სააკაშვილის კრიტიკაზე ტაბუ არც მიშას არ დაუდია, მეთქი ასე ვიტყვი, შეიძლება, თუმცა შეიძლება გაბრაზდეს ყია, ესეც თქვა. დღეს საქართველოს იმართება, შემდეგი ბრწყინვალე აბზაცია ჩემი მოსაზრებით, ოლიგარქიული სისტემის მიერ, რომელმაც შეგნებულად დააშორა ქვეყანა მის მეზობლებსა და დანარჩენ დემოკრატიულ სამყაროს. აბსოლუტლი ესეა. ამ რეჟიმის მთავარი იდეოლოგი შათილიშვილი იგულისხმება რეგულარულად ამტკიცე აქვეყნებს მანიფესტებს, სადაც თქვენს ადმინისტრაციას ეგრეთ წოდებულ ღრმა სახელმწიფო states ნაწილის ზღვა სახელმწიფოს ნაწილად და ბიძინა ივანიშვილისადმი მტრულად განწყობილ ძალად ასახელებს. ასეა ნამდვილად სწორი შენიშვნა ქართულ სხვა პოლიტიკოსებს არ მოსვლიათ თავში აზრად, ბევრი რამე არ მოსვლიათ ხოთაშვილის თავში აზრად. ამაზე სულ ვახერხებთ არა შემდეგ ვიდეობლოგი უძღვრად რა უნდა გაეკეთებინა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ჯეინდივენსთან იმართებაში სწორედაც რომ და აქვს კიდე რაღაც 24 საათიანი შანსი არც კი. მაგრამ ეს რემარკა, ეს აღნიშვნა საზა შათილიშვილთან იმართებაში სწორი შენიშვნაა. კვლავ ვიტყვი ამას. ჩემს წინააღმდეგ საყენებული უახლესი ბრალდება, რომელიც კიდევ რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ეფუძნება Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ხუმრობით გამოთქვის სურვილი სელფი გადამიღო ბატონი ივანიშვილის კერძო აკვარიუმში არსებულ ზვიგენთან. აბსოლუტურად შეფასდა როგორც ძალადობის წაქეზება 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ. მარტო ამის გამო არ ისჯება მიხეილ უსამართლოდ ისჯება, ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკურია. ისი დარჩა, მაგრამ მარტო ეს არ არის ბრალდება, რომ ვიცოდეთ მაინც ობიექტურობისათვის დემოკრატიულ საზოგადოებაში ამგვარ საქმეებზე დემოკრატიულ სახელმწიფოში პრეზიდენტებს ბრალს არ წაუყენებ, ბრალსაც კი არ წაუყენებ. შესაძლოა იყო გარკვეულ რაც შეთითხნა პროკურატურა ხაზგასმით ვამბობ. შეიძლება მიხეილ სააკაშვილი რაღაცას ჭამდა, ცხადია, ვუტრირებ. თუ ჭამდა, რასაკვირველია, პრეზიდენტის უნდა დაიჭირო და პატრიარქიც, მაგრამ ის ბრალდებები, რომლებიც საყენებული აქვს უხეშად პიჯაკების საქმიან მართლა ზვიგენთან ფოტოს გადაღების სურვილი ბიძინა ივანიშვილისა, ამის გამო რასაკვირველია პრეზიდენტები არ სამართლებიან. თუმცა იქ არის რაღაც სხვა საქმეები, ესეც აღვნიშნოთ და 99% კი რა 100 პრაქტიკულად ადმინისტრაციული წესით შეიძლება თუ მაინც და მაინც. მაგრამ ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში და იმ პირობებში, როცა სამართლიანი სასამართლო გაგდაში და არა გაქვს სამართლიანი სასამართლო. დამთავრებული ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთა 100 მაგალითად. საზღვრის უკანონო კვეთა არის ერთი კერძო შემთხვევა, ცუდი, აქვე ვთქვათ, გაუთვლელი, თუ გნებავთ ასე ვიტყვი.
არასწორი რასაკვირველია ნებისმიერ ქვეყანაში საზღვრის უკანონო კვეთა ის დასჯადია მაგრამ როდესაც სასამართლო უკან უსამართლოს არ არის სწორი სიტყვა ბანდიტური კრიმინალური სასამართლო გასამართლებს ეს თლად უარესია ეხლა შემდეგი აბზაცი რომელიც გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე წინა ნებისმიერი აბზაცი მეთქი გავბედავ და ვიტყვი გამოდის მთელ მის ტექსტს ვარჩევ ბატონო ვიცე-პრეზიდენტო თქვენ გეგმავთ სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოდან ორის მონახულებას. მესამე ქვეყანა საქართველოს წარსულში უდავო ლიდერი იყო ფართო რეგიონში, ამ რეგიონში კონკრეტულად კავკასია. ჟურნალისტები არასწორად ვუწოდებთ ხოლმე ამას სამხრეთ კავკასიას და ვიმახსოვროთ პირველ პირში და ვიმახსოვროთ რომ ეს არის კავკასიის რეგიონი და არა სამხრეთ კავკასიის რეგიონი ან დასავლეთ კავკასიის რეგიონი ან რაღაც მსგავსი, ხო? არა, ეს არის კავკასიის ქედგადმოღმა, თუ გნებავთ ასე ვიტყვი. ან თუ გნებავთ ორივე ქედგადაღმა და ქედგადმოღმა, ამ რეგიონს კავკასიის რეგიონი ჰქვია. ქედგადმოღმა რასაკვირველია. მე საერთოდაც უმპრია უმჯობესად მიმარჩნია და უпроსტად მიმარჩნია რომ შავი ზღვის რეგიონი და ვთქვათ საქართველოს მაინც და იქნება მოვწყვიტოთ ეს კავკასიის რეგიონისაგან საქართველოს როგორც ასეთი. ეს ადეკვატური იქნებოდა გაცილებით 4-5 წლის წინ. 7 წლის. მესამე ქვეყანა საქართველოს წარსულში უდავო ლიდერი იყო ფართო რეგიონში, რა თქმა უნდა ჩვენ ვაფასებთ სომხეთსა და ეს დიპლომატიური წიაღსვლა სომხეთსა და აზერბაიჯანის მიღწეული პროგრესის თაობაზე სწორია და ნებისმიერ შემთხვევაში კონფლიქტი იყო დასასრულებელი ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსს და სხვებსაც რასაკვირველია, ისე როგორც წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს რასაკვირველია ძალიან დიდი როლი აქვს შესრულებული. სხვა შორის ჯეი-დი ვენსს გაცილებით ან 4500 ჯერ დიდი როლი აქვს შესრულებული ამ პროცესში, ვიდრე კამალა ჰარის, რომელიც შეიძლება პრეზიდენტი გამხდარიყო, ანუ ვიცე-პრეზიდენტს ბაიდენის პერიოდში. თუმცა დაიწყო ბლინკენმა, ესეც უნდა აღნიშნოთ ხაზგასმით. აი აქ არის და მიშა სუხილი, რომ ორის მონახულებას აპირებს ვიცე-პრეზიდენტი და მესამეში კი არ ჩამოდის, ხო, აბსოლუტურად ლეგიტიმურია. ამის შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი ყურადღებას ამახვილებს ტრამპ თაუერზე. 2012 წელს, ანუ თავდება მიშა, ის პერიოდია, თუმცა არჩევნებამდეა როგორც მახსოვს და სწორად მახსოვს ეს ყველაფერი, ანუ 1 ოქტომბრამდე დონალდ ტრამპმა დაიწყო ტრამპ თაუერის პროექტი ჩვენს სანაპირო ქალაქ ბათუმში. ეს პროექტი ბიზინა ივანიშვილმა დაუყოვნებლივ შეაჩერა მას შემდეგ, რაც მე არჩევნების შედეგად მშვიდობიანად გადავეცი მას ხელისუფლება. ეს სწორი რემარკაა, მართლაც არჩევნების შედეგად მიშამ და ეს არის ძალიან დიდი წვლილი შეტანილი საქართველოს სახელმწიფოს განვითარების პროცესში, მიშამ მშვიდობიანად გადასცა. უზარმაზარი ტკივილები გავიარეთ კი არა, გავდივართ უზარმაზარ აღმართებს. ბევრი ჩვენგანი ახლაც იტყვის ან ახლაც წამოწდება ბევრი ჩვენგანს რომ სჯობდა მიშა შეგენარჩუნებინა ხელისუფლება და ასე შემდეგ და ლოგიკურია ისეთ რაღაცებს ჩადის ბანდიტი ივანიშვილი ეს შენიშნა თუ ეს ემოცია მაგრამ 2012 წელს 1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილსაც კი პრაქტიკულად შეუძლებელი იყო რომ გაეთვალა ამოხდებოდა 2022 წლის 23-24 წლიდან. ხო, ნებისმიერი ბევრი მომხრე ბიზინა ივანიშვილისა მიხეილ სააკაშვილს მისცემდა ხმას დარწმუნებული ვარ, რომ ვწოდნოდა, რომ ბიზინა ივანიშვილი ჩაიდენდა იმ მკვლელობას ქართული სახელმწიფოსი, რასაც ის ჩადის ეს პროცესში ვართ ახლა, ხო? ამიტომ მიშას ეს შენიშვნა სწორია 2012 წელთან დაკავშირებით და ეს მშვიდობიანად რო გადასცა ხელისუფლება ტრამპ თაუერთან დაკავშირებითაც სწორია, ბიზნესმა მართლაც შეაჩერა, ბიზნესმა ხო არ იცოდა რომ 16-ში მოვიდოდა ჩვენმერის დასაწყისიდან პრეზიდენტი ტრამპის სათავეში და ამას ვერ გაბედავდა 12-14 წლებში. რასაკვირველია, რაც გაბედა ამერიკის და კონკრეტულად ტრამპის საწინააღმდეგოდ, თავად აშენებდა ტრამპ თაუერს რომ სწოდნოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ბიზნესმაც ვერ გათვალა მაშინ და ბუნებრივი იყო. ბიზნესმა როცა გათვალა, ეს არის 2024 წელი და ტრამპზე დადობს სწორი. თუმცა ის ტრამპიც არ უმართლებს, აქაც სწორი შენიშვნა იყო მიხეილ სააკაშვილისა შათირიშვილის კონტექსტში. შათირიშვილი ამას ამბობს სწორედ რომ ტრამპმა ვერ გაუმართლა საქართველოს მთელ მსოფლიოსო, მაგრამ საქართველოს განსაკუთრებით. და აი აქ არის ყველაზე საკამათო უგასავად ბოლმანამდე მას ხელისუფლება არა საკამათომდე მივალთ. 2012 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა ჩვენს შესახებ განაცხადა საქართველოს იგულისხმება ეს ხო შეგვიძლია უკასავად არასწორი თარგმანია ჩემს შესახებ თქვა განაცხადა
გადავამოწმოთ ბოდის სიხდი. პრინციპში რა ბოდიში ესე იგი being part of so-called deep state არა ბოდიში the chief ეს ხომ ნახება. რა როგორ ვერ ნახულობ ეს ხო თვითონ სრული ტექსტი იყო ბოდიში. გავგებავ ბოდის ვიხდი რა. 2016 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა მგონი ეს ის დავკარგე ამასობაში ბოდიში. აი აქ არის კი ბატონო. ესე იგი 2012 წელს დაიწყო ბოდიში. 12 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა ჩემს შესახებ განაცხადა ეს კაცი წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებდა და ასეთი გონებრივი პოტენციალი ჩვენ გამოგვადგებოდა ჩვენს დიდ ქვეყანაში. მე მგონი რომ სრულიად ზედმეტია. აი თქვათ ობიექტურები ვიხდებით მხოლოდ საკუთარ თავზე ყურადღების გამახვილება. მიშას შეუძლია სასაკვირველია საკუთარი თავის ქება, მაგრამ მიშა სააკაშვილი იმ გუნდთან ერთად იყო, ვინცთან ერთადაც იყო. იმ გუნდის გარეშე ძირითადად ბირთსგულის ხო ცხადია, რომელიც ახლა სხვადასხვა პარტიაშია გადანაწილებული. აი რესპუბლიკელებში, არა, რესპუბლიკელებს იყო ერთი ხანობა, მაგრამ მაგალითად ფედერალისტებში, მაგალითად ნაციონალურ მოძრაობაში, მაგალითად გვარამიას პარტიაში, მაგალითად გირჩში. ხო, ეს პარტიების ნაწილი მერე იქნება გირჩში, არ მეხსენებინა ალბათ, მაგრამ აი ამ რაღაც თან არა მხოლოდ პოლიტიკოსებს გულისხმობ, არამედ ტიპებს, ადამიანებს, მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც მასთან და იყვნენ და მის გარშემო შემოტრიალებდნენ. აი მე ზახილი, ხო? ჩემი მოსაზრებით სრულიად ზედმეტი. და ბოლო აბზაცი ყველაზე საკრიტიკო ჩემი აზრით. ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, თქვენი ადმინისტრაციის მიერ ბელარუსში პოლიტიკური პატიმრებისგან თავისუფლებამ ჩვენ საქართველოს პოლიტიკურ პატიმრებს იმედის ცხივი მოგცა. მინდა მოგმართოთ თხოვნით, მიაქციოთ ყურადღება ჩვენს მდგომარეობას და დაეხმაროთ ქართულ დემოკრატიას და აი ხუშებს მიხეილ სააკაშვილი ამ წერილში არა ზოგადად ესეც ხაზგასმით მიხეილ სააკაშვილის მომხრეებისათვის მაგრამ ამ წერილის მთავარ შეცდომას და მე გეტყვით კვლავ გავამახვილებ ყურადღებას რომ საუბრობს პოლიტიკოს პატიმრებზე, პოლიტპატიმრებზე და არ ახსენებს სინდისის პატიმრებს. ეს ერთი. მეორე. სინდისის პატიმრების ხსენება მზიასი, ანდროსის ხვების და სხვების გარდაულად აუცილებელია. სწორედ მათი ხსენება აუცილებელი. მეორე შეცდომა არის ის რომ მიხეილ სააკაშვილი უშვებს შეცდომას და თითქოს თხოვს JD-ს ჩარევას, ისეთივე ჩარევას, როგორც ჩაერია შეერთებული შტატები ბელარუსში პოლიტპატიმრების განთავისუფლების პროცესში. ის ჩარევა ბელარუსში არ ყოფილა რომელიმე ოპოზიციონერი ბელარუსელი ლიდერის მიმართვის საფუძველზე. ვაშინგტონმა მიიღო თავისი გადაწყვეტილება. და რატომ მიიღო იცით გადაწყვეტილება? იმიტომ რომ მან ვაშინგტონმა დაინახა რომ ლუკაშენკაც კი როგორც პოლიტიკოსი, ადეკვატური პოლიტიკოსი. აქ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში წაიკითხავს მაღალი ალბათობით JD-ს, მაგრამ ბიძინა იმანიშვილთან მიმართებაში ბიძინა უნდა მეხსენებინა ადეკვატურ პოლიტიკოსს ვერ ხედავს. მაღალზე 17ჯერ მაღალი ალბათობით. JD-ს თუ მაინც და მაინც გააცნობენ ამ წერილს, თუმცა ამაში შეჯვებარება სიმართლე გითხრათ. თუ მაინც და მაინც გააცნობენ, ანუ ხელიდან ხელში გადასცემენ ამ წერილს. რა გვაქვს ფუძელი ხო? თუ ხელიდან ხელში გადასცემენ ამ წერილს, არა წითელს, არამედ თეთრს. JD-ს წაიკითხავს და არც არაფერს გააკეთებს შეერთებული შტატები, არა იმიტომ რომ არ უნდა მიშას თუ სხვა პოლიტიკოსი პატიმრების თუ სინდისის პატიმრების განთავისუფლება, არამედ იმიტომ რომ ლუკაშენკასაგან განსხვავებით ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის გამოცდილება აქვთ ფრიად სამწუხარო ნეგატიურ გეხსოვებათ რუბიომ გაუგზავნა ცხადია JD-ს ამასთან დაკავშირებით საქმის კურსია, იცის ეს ყველაფერი დეტალურად იცის, რუბიომ გაუგზავნა წერილი ბიძინა ივანიშვილს გაატანეს ელჩს კონვერტი. ბიძინა ივანიშვილმა ეს კონვერტი არც გახსნა, არც შემოხს. შეერთებულმა შტატებმა შესანიშნავად იცის რომ ეს კაცი მართავს, მაგრამ არსად არ ჩანს. როგორც ალი ხამენეი არ ჩანს, მართავს რეალურად და სხვები ასრულებენ რაღაც სათამაშოების როლს ირანში და საქართველოშიც.
ბიზნე ივანიშვილს წერილი რომ გამოაგზავნო გთხოვ რომ დაწეროს მარკო რუბიომ თუ ჯეი დი ვენსმა თუ უშუალოდ ტრამპმა განთავისუფლეთ პოლიტიკოსი პატიმარი მიხეილ სააკაშვილი და ყველა პოლიტიკოსი პატიმარის მიაყოლეთ ზედ შესანიშნავად იციან მათ რომ თბილისი აისხლიტავს მათ ამ წინადადებას მიშამაც უნდა იცოდეს რომ თბილისი ამ წინადადებას არ მიიღებს რაც არ უნდა ჩაერიოს შეერთებული შტატები უშუალოდ მის განთავისუფლებაში მისი განთავისუფლება ყველაზე უფრო რთული პროცესია თუმთლად გულახდილები ვიქნებით. მე საუბარი სულ მოდივარ ყურადღების გამახვილება რომ მე მინდა პირველ პირში მხოლობით რიცხვში საუბარი მე მინდა განთავისუფლება გასაგებია მაგრამ ადამიანების ხვებიც არიან პატიმრები. მესმის რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარი თავი მიაჩნია უმასშტაბურეს პერსონად და მიაჩნია მხსნელად ჩვენი ქვეყნისა და შესაძლოა რომელიმე ბჭყალებში რიგით პატიმარს ესეთი თვით აღქმა არ კონდეს მაგრამ ადამიანი მაშინაც ფასობს დაბადებით როდესაც ის სულგრძელობის და ფართო თვალსაწიერის არის მაგის პოლიტიკურ პროცესებში მიხეილ სააკაშვილის ფართო თვალსაწიერობა მიხეილ სააკაშვილს არ აკლია მაგრამ ახლა შემოსაზრებით მხოლოდ პირველ პირსა და მხოლოდ რიცხვში საუბარი იყო შეცდომა. კიდევ ერთი ხელმი თქვათ შემდეგი რომ შეერთებული შტატები რომ არ დაწერს რომ არ მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას და არ მოითხოვს ამ წერილის საფუძველზე მე შეიძლება გაჩნდეს ამგვარი ტენდენციების მიშას მიმართავ პრინციპში არ ნახავს მაგრამ მაინც აი შეერთებული შტატები არ ჩაერია ქართულმა ოცნებამ გააჩინოს ეს ტენდენციები. შეერთებულ შტატებს ფეხებზე ხკიდია მიხეილ სააკაშვილი. თორე აგე მოგთხოვდა განთავისუფლებას. და მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში და არც არავისთან მიმართებაში არ ჩაერევა შეერთებული შტატები მხოლოდ იმიტომ თუ კარგად ვაღალებებ და მართებულად რომ შესანიშნავად იციან რომ ბიზნე ივანიშვილი განთავისუფლებელი არ არის და მათი ანუ ამერიკელების რეპუტაცია მნიშვნელოვნად დავარდება როგორც კი ბიზნე ივანიშვილი ხელს აუკრავს ან მაგიდას აუყირავებს ან ზურგს შეაქცევს ამ პროცესს ან იტყვის რომ საბოლოო ჯამში ვინ გეკითხებათ სუვერენული ქვეყნის მართველი არის კობახიძე მეც არა ვარ მე არც ვარ და მართველმა კობახიძემ ან ავის მურუსიძემ და მოუკიდებელია სასამართლო გადაწყვეტილება მიიღეს რომ არ გაანთავისუფლო ყაველაშვილმა მაგალითად ხო მეექვსე პრეზიდენტად მუშაობს იმ კაცმა ამიტომ ასეჩკა ეგრეთ წოდებული ბოდიში ტყუილი გასროლა ამაო გასროლა ხო არის პრინციპულად არასწორი ამ პროცესში და მიხეილ სააკაშვილს გამოუვიდა ეგრეთ წოდებული ასეჩკა ანუ ტყუილად გასროლა ამაოდ გასროლა ფუჭად გასროლა და ეს რესურსიც გაიფლანგა ბარემ ვიტყვი ხვალ დღეს 9 არის ხვალ სომხეთში იქნება სწორედ ხსენებული ჯეი დი ვენსი მე ვწდები თქვათ და თქვათ მიხეილ სააკაშვილის ტაქტიკა უფრო სწორია ნაციონალური მოძრაობიდან ვინმე ხვდება ვინმე ცდილობს რომ შეხვდეს ჯეი დი ვენს სომხეთში აქ 300 კილომეტრია თბილისიდან ერევანამდე ვინმე ხვდება რომ წერილი გადასცეს თუნდაც მიხეილ სააკაშვილის მიერ დაწერილი ჩემი მოსაზრებით თუ რამ წერილია გადასაცემი ვიცე-პრეზიდენტისათვის სულ სხვა თემას უნდა ეხებოდეს და არა მიშა სააკაშვილის და სხვა პოლიტიკოსი პატიმრების განთავისუფლების აუცილებლობას. მაგრამ თუნდაც მე ვწდებოდე და თუნდაც ეს იყოს პრიორიტეტთა შორის მნიშვნელოვანთა შორის მნიშვნელოვანი. ამ წერილს გადაცემს გიორგი ბარამიძე? კი არა, თიკა ბოკუჩავა, მაინც და მაინც ბარამიძეზე ვარ გავამივიდეს. ზორი მძიმე სიტყვის თქვა. არავის შესახებ მძიმე სიტყვას არ ვავა, არავის თაობაზე მძიმე სიტყვას არ ვავა. უბრალოდ ესე კარგად უნდა ვიცოდეთ რომ ეს ეპისტოლეები თუ ეს ბელეტრისტიკა როგორც ასეთი არ არის პოლიტიკა. პოლიტიკა და ყველას ეხება ეს. არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას რომელსაც თუ უნდა ეს წერილი გადაუციე და თუ უნდა цаრიელი ფურცელი თუ უნდა გულები. ჯეი დი ვენსისთვის თუ ახერხებს დასაკვირველია. არამედ ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიასაც ეხება. იცით რამდენად მნიშვნელოვანია სომხეთში ჯეი დი ვენსის ვიზიტი სამში ამოვწურა 30 სამში იმიტომ რომ ამ თემაზე სხვა ვიდეო ბლოგიც უნდა ჩავწერო. და თქვენ რას აკეთებთ იმისათვის რომ შეერთებულ შტატებს მიასწინოთ ჩვენი ანუ ქართული ხალხის ხმა. ბიზნე ივანიშვილი შეგნებულად რომ არაფერს არ აკეთებს საქართველოსთვის და ამერიკელებს ზურგს რომ აქცევს ეს ვიცი მაგრამ თქვენ რას აკეთებთ ამ რეგიონში ჯეი დი ვენსი აღარ ჩამოვა ალბათ აღარასოდეს ან ერთხელ ჩამოვა დარჩენილი 3 წლის განმავლობაში ოკეი 8 წლის განმავლობაში თუ რაღაც
თუ პრეზიდენტი გახდა 2028 წლის მიწურულით, როდესაც 29 წლის დასაწყისიდან. თქვენ რას აკეთებთ? იმისთვის რომ ამერიკის შეერთებული შტატების მართველებს, მართველ პოლიტიკურ ჯგუფს და ჯეი დი ვენსი ვაის პრეზიდენტია, ხო? მიაწდინოთ ხმა ქართველი ხალხისა. ამასობაში პროპაგანდა ლაპარაკობს ამას, რომ ჯეი დი ვენსმა დაამბოცმე, ახლა რომ ჯეი დი ვენსმა ხაველაშვილი ბანდიტი ამბობს, ჯეი დი ვენსმა მოიკითხა პატრიარქი და როცა აღავლინა მისი ჯანმრთელობისათვის ეს უკანასკნელი გადავაჭარბე, მაგრამ აი რაღაც ამ მიმართულებით მიყავს თითქოს ჯეი დი ვენსმა იცოდეს პატრიარქის თაობაზე საერთოდ, მაგრამ ოკეი თაობაზე იცის და ჯანმრთელობის მდგომარეობაც კი იცოდეს მისი და პულსზე ეჭიროს ხელი ვიცე-პრეზიდენტ შეერთებული შტატებისა, ან ასე რომ ყოფილიყო, თითქოს ეს გადაგვარჩეს, ეს მოკითხვა გადაარჩეს ქვეყანას ამ ურთულეს ვითარებაში. სხვა თემაზე რომ არ გამექცეს, სხვა თემისაკენ რომ არ წამივიდეს ფიქრი და სიტყვა კიდევ ერთხელ მიხეილ სააკაშვილი ამბობს შემდეგ რაღაცას, ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, თქვენი ადმინისტრაციის მიერ ბელარუსში არ დარდება ბელარუსი ოპოზიციონერები და ლუკაშენკას მიერ უკვე განთავისუფლებულები და თქვენ და თუ დარდება, თუ შეიძლება დადარება, თუ შედარება, თუ შეთანადება ერთმანეთთან, ხო, უცნაური სიტყვების რომ მოვიფიქროთ ხანდახან არაფერი გვიჭირს, თუ ამ შემთხვევაში კომუნიკაცია უნდა შედგეს. არ ესე არ თავისუფლდებით. აი ამ რაღაც პოეტუ-პროზაული ნაწარმოებებით, წერილებით ჯეი დი ვენსის ნაცნობი კაცის წერილებით პრეზიდენტი სააკაშვილი არ თავისუფლდება. ნაცნობი კაცი შტეფან ცვაიგი საკენფიქრი, უცნობი ქალის წერილებისაკენ ფიქრი, იმიტომ გამექცა რომ იქ ის ცოტა ესეთი ცრემლდადებული წერილები იყო. ცრემლდადებულ წერილებზია საუბარი შტეფან ცვაიგის იმ ნაწარმოებში. ნახვამდის.